ახალქალაქში სარკინიგზო სადგურის მშენებლობა დაიწყო, თუმცა საძირკვლის ჩასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიწის აფეთქება მოხდა. პროცესს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და აზერ როუდ სერვისის თავმჯდომარეც დაესწრნენ. მასშტაბური პროექტის დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ეს არის ადგილი, სადაც ახალქალაქის სარკინიგზო სადგური უნდა აშენდეს. ამ აფეთქების შემდეგ აქ უკვე საძირკველს ჩაასხამენ. მასშტაბური მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალქალაქის სადგური ტვირთს აზიიდან ევროპის მიმართულებით გაატარებს. აფეთქების პროცესს დღეს სიმბოლურად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაესწრო. Აქაც ჩვენ ვიმყოფებით სადგურის მშენებლობაზე, სადგურზე, სადაც მის დასრულების შემდეგ ეს არის უნიკალური გადამწყობი სადგური. მეიერია, მისი არქიტექტორი გერმანელი. 550 კაცი იმუშავებს დასრულების შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთიანად უკვე ივნისისთვის, ხედავთ რომ ჯერ თოვლია და ყველა ფრონტი სუნთლიანად გაშლილი არ არის, 4200 კაცი იმუშავებს ამ პროექტზე. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამინდები ხელს გვიწყობს, რომ ინტენსიური სამუშაოები განხორციელდეს. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია. ის სამუშაო ადგილების შექმნას და ტვირთბრუნვის გაზდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ახალქალაქის სადგურის მშენებლობა მარაბდა თეთრ წყარო წალკა ახალქალაქი კარწიხის რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მხოლოდ ამ სადგურზე 550 ადამიანი დასაქმდება, რომლებიც ყოველდღიურად იზრუნებენ იმაზე, რომ ტონობით ტვირთმა საქართველოს უსაფრთხოდ და სწრაფად გაიაროს. როგორც ხედავთ, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები მონაკვეთზე, მარაბდიდან საქართველოს საზღვრამდე თურქეთთან აქტიურად მიმდინარეობს დაწყებული არის ახალქალაქის სადგურის მშენებლობა, როგორც ხედავთ და ჩვენ მზად ვიქნებით, რომ წლის ბოლოსათვის უკვე გავუშვათ პირველი მუშამატარებელი თურქეთის მიმართულებით. სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით 3 ეტაპად ხორციელდება. უკვე დასრულდა მარაბდა თეთრ წყაროს მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 ძმის სარკინიგზო სადგურს. შენდება კირბულახის სარკინიგზო ხიდი. დასასრულს უახლოვდება კარწიხის სადგურის მშენებლობაც. ასევე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ახალქალაქი კარწიხის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. სამუშაოებზე სულ 4000-ზე მეტი ადამიანია საქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. როგორც კი პროექტის რეალიზაცია დაიწყო, იქიდან მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელობა აქვს მუშაობას. ოჯახი უზრუნველყოფილი ყავს, შემოსავალი აქვს, მამამისის სარბიშინია. პროექტი საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. პროექტი განხორციელების შემდეგ ტვირთბრუნვის გაზრდას და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. ადმინისტრაციულ